ეხა. რა გადაღებაა რამე? რატო აგვიანე? მე და ჯანევა ზუსტად ახალი საათი თქვა გა. მე და ჯანევა ზუსტად ერთ დროს მოვეს. რატო აგვიანებ ჯანელიძე? მოვდიოდი. კარკაბაძე დავინახე გზაში და გავჩერდი და დაველოდი. როგორი მიზეზი თქვა იცი გუშინ დენი არ იყო ესეთი მიზეზი. დედამ შარვალი გამირეცხადა. ჩვენ ბოლშევიკებს წყალი არ უნდა ყოფილიყო ჩემთან SMS-ის მიხედვით, მაგრამ არის. ანუ სრულ SMS-ი მოგივით. ობჭის. ამ დილით უკვე რომ უნდა გამორთული ყოფილიყო, მაგის მერე მომივიდა რომ 10 საათზე გაგეთიშათ. და მოაუსწრო. მე მოვედი პირველი გავაგე ოფისი, ავერთე შუქები, ჩავხტე კამერები, გავასისინე ყველაფერი და ველოდები ამ სამ უსაქმოს. რომელთაგანაც ერთი ჯერ კიდე არ მოსულა. გამარჯობა. რატო აგვიანებ? მე ვაგვიანებ. ჩაწერაზე რატო აგვიანებ? სად არის ჩაწერა? დაწყებულია ჩაწერა? დაიწყება უშენ. სად არის აბა ჩაწერა? აჩვენეთ. ეს არის ჩაწერა? ეს ორი მაიმუნი რო დგას აქ და სიგარეტს რო ეწევა. აი ეს ხო იწერს. კი, კაცო, მაგაზე არ ხამიგვიანებს. სპეციალურად ვიდექი რომ გამოხვიდოდი და წამოსული ხარ. ეფექტი დაგვეწყო გადაცემა. ჩემი მოსული. ეს წულაჭრი. ნახე რამდენ საყოლე. არა, ყველა შენ გამოჩა. მე მოვიტანე ვაში, დანას და თეფშიც. სერიოზულად? მარტო კი არ მოვიტანე. აი ნახე რამდენი გააყოლე. ბიჭო, არ ვაყოლებ ეს ამისთვის არის რომ მე დავუყარო რომ. ესენი წაიგე და ისწავლე, მურაბა გააკეთე. გაუთალე ესე ნორმაშვილო. კიდე დათლილები? ჯარისკაცებად გაგიჭერას? გაუხეთე და ყავს. შენ არ გინდა? რა. ვაში. ვიტამინები მიკარდა. წინა ეს წინა კერძი აბაძე. ხა მთელი ვიტამინები. ფიზიკოსი მაინც არ იყო, რანაირად კი კარგება, ადები. პლასმასის სახე ხიდიზიკა სხვა ქიმია და ქიმია შეცნორია. C ვიტამინი კინესთან შეიძლება. აი, პლასმასის სახე. არა, მე პროგრამა კი არ მაქვს. ჩემი ძველი და ლეგენდარული თამაშის გაცოცხლება. უნდა შეიკრება. ჩემზე არ არის, მაგრამ ერთი სხვავდა სცენარისტი და რეჟისორი შეკურა არ იცოდა. აი ის იტანჯი. არ გვინდა. კონკრეტიკა არ გვინდა. იმასთანაც უკეთებდი. ეს ახლა მარტივი არის, ეს არის პირველი ლეველი არის. მეორე არის უნდა გახადო და სხვა გუნდება. და კამერა ასკევით მიდის და შენ ვაშლის ჭამაზეც გექნება ის ინსტრუქცია. რაც გვანი და ის ხო როგორც პროცედურზე გაქვს. ვაში როგორ იჭმება? როცა კარგი პირის აპარატი გაქვს, იჭმევა კვეჩით რა. მე ნაღინჭურს ისური. რას ისური? ნაღინჭურა ეს. ნაღინჭურია ჭა. არა. სადა. მე ნაღინჭურია. ეგრე არ გამჭიროებია შენ. გაწიროება. ეს იქითა სუფრიდან და ნახე. აბა, კაი გულის აპარატი. და როცა ჭრი ესე კი არ უნდა დაწყე შეხედა. შუაზე ხო გასჭრი. მე კიდე შუაზე გასჭრი. აბა რა ქნა და ნახე. გასჭრი. აი შეხედე რასაც რო აი ამას. შეადარე ხლა. ნახე და ეკონომია. ეს თელი წელი ვაშინგტონ რო აკროვო. ერთი ბაღის მოსავალი გამოგივა რა. გასჭრი იმიტომ რომ შენ ხარ. ჰოცოდა, ჰო. იმიტომ იცი რატო ჭრის შენ ესე? მე ხარ ჭიათურიდან თუ საიდან ხარ? აცავეს ჭრის. მე ვარ გორიდან. საკუბრეწორე ძოლი მყავს იქ. მაგის მოჭრა არის პირიქით. მართალი. ხელი არ გაისჭრა. ჩვენთან ჭიათურაში ეს ვაშლიც არ იზრდება ამხელა და შენ როგორც დაგჭერი. საერთოდ არაფერი არ დაგრჩება. მე ამას ალაგებ ესე. ნახე, ზოგი, მან შორის მე, ხანდახან უფრო პატარა ნაჭერებად ალაგებ აი ესე. რო თითო ნაჭერი თითო ღრანჩი გაქნევა იყოს, აი. და რა გაიგო? მოგინდა? ეს ძალიან პატარა ნაჭერი გინდა. პატარა გინდა თუ საშუალო.
დიდი. აი რეკლამა როგორ მუშაობს. მადლობა. გოდი ძალიან კარგი ვარ. ძალიან გემრიელი ვარ. ჩამოვიტანეს. გამოვიწერებო ხდება. ახალგელმა მოგიქხა. გამოიწერა. ჩვენ წინაზე რაღაცა თებში გავატანეთ ნამცხვარი და საღირდა უნდა მოყვა. არა, მაგარია თემუდან რო გამოიწერა ვაში. ოპა, ისევ დაიწვი. გორიგანტი არ უნდა თემუდან. გამარჯობა, მოგესალმებით, კაცები YouTube-ზეა და გილოცავთ ძველი ახალწელს. ო, და ბევრი ვიფიქრე წინა იმაზე, რომ ძველი ახალი წელი რო არის, ძველი ბედობა არის მეორე დღეს, და არაო ის რომ მტკიცე და მე მაინც დავწუნდი რომ კი. ხვალ არის ძველი ხო, ეგრე გამოდის. ბიჭო, ძველი ახალწლის მეურვებედობა ის არის ძველით. არა. არა. არ უწევს ეგრე რომ გადათვალო. 17-დან როგორ არ უწევს კაცო? 17-დან? 2-ში არ უწევს. აბა. მე 7-ით დაწიე უკან, გადაწიე წინ და გამოდის 2. გადაწიე წინ და გადმოწიე უკან და კიდე ის. ეგ სამი ადამიანს თუ გინდა რა. იცი რა ჩაიდან მომაწოდე რა ეს ცხილწყალი. ლოიდის ჩაი ხوار მოგაწოდა. არა. აქ რაც გვაქვს ეს გინდა თუ ჩაირვენ ნიკორაში. მე წინას დავლი გვირილის და ამჯერად მინა კენკრის. ოპა, კენკრის კენკრაზე მე ვარ. მე წინაზე დავლიე კენკრის და ამჯერად გინდა გვირილის. მე მინდა ესა. ოპ. რუიბუსი თუ რაღაცა დავლიე წინ. არა. ესა კლასიკი. შენ რა გინდა? კეიფობთ ანუ? რა გინდა თქო? ხო, ნახე მან ნახე როგორი არომატია მოუშვა. ის კენკრა. რატომ ბაძავს ის მე ტყის კენკრაში? ფანტაზიის უნარი არა. აი, სვამს კაი და ფანტაზიის უნარია. არ აქვს და საკუთარი გემოვნება. ხო, მაგრა გაიგე. მიჩეკმა ქვია ამას. კეიპის ფორმა ხო არ მივცე. ფრევანდოი ჩაწერას. ხო, მაგრამ კეიპს მაშინ თამა დავირჩიოთ. ესეთი კეიპი ვერავის ვერ გააგვივებ. რამდენიმე დღის წინ ესეთი კეიპი იყო, რომ კონგრესის განცხადება მოყვა ამით. აბა ბიჭო, აი, ბაბილოში მოსამართლეები რო შეიკრიბნენ და კიდე ერთი ლამაზი საღამო აჩუქეს თბილისს. ხო. და ერთმანეთს. ნახე რა. ეხლა რა უნდა გაიქეიფო ისეთი, რომ გააოცოვიდნენ. ეხლა ის არა ხი. გაეროში რო განიხილო. გაერო მაგიდან NASA-მ უნდა თქო, იქიდან ჩანდა. თანამგზავრი დადოვიდა. იმათ ხელი ეშლებათ ასტრონავტებს. კაი, რა ჩაი მოგივიდა. დღეს არის ვიდა რა, კი არ მოვიგე. ავიღე აგერ შავი ჩაი კლასიკი. შავი. შენ მე შენნაირ ჩაი. მასაც? ხო, თქვენ იმასაც კენკრები ხართ. თქვენ ორს გაქვთ ჩემნაირი როდესაც. ეს ტყეში გაზდილია და ტყის კენკრა მოენატრა კაი. აი შენ რატო? ეს რატო არის ტყეში გაზდილი? რაღაცა ისინი აიკიდა რომ კარგი მზარეულია. ხო. ტყეში კი, ტყეში გავზდი. რომ კატა უნდა რომ იყოს. ანა ყავდეს. და ამ დროს არა გამორიცხულია რომ ამან იყიდოს რამე იმის მიღავს და რაც მოსავლელია. რა იარლი ხებს. ბედნიერია. არაფერი, აი ბალამუტი ქვია. მაგრამ შენ წამოეგე ამ ხელას. გასილობა შეგშურდეს ვინმეს. ეგეთი არ მე. არ მშურს, არა, ღმერთმა მშვიდობაში მოგახსნა. კატობა რო უნდა. ხო და რატო აკეთებს უბრალოდ თორე? რატო ის ხმია? რა ვიცი რო გაგამხიარულოთ. არა, ამ მრუმე ქვეყანაში ერთი კატა ვთქვი, ეს ნახევარი საათი ვიცინეთ. ტყეში გასდილი ვთქვი, კიდე ნახევარი საათი. თქვენთვის ზარეული ვარო თქვი? ზარეული 20 წელია ვიცინეთ. მეტი რა ვქნა ერთი ვარ რა. რამე დაიბა, ვითომ ვარდისფერი სისხლი. ხო ვარდისფერი სისხლი ხა შენ კიდე განსაკუთრებული ხო არა ხარ. ეგეთი რაღაცაზე არის ცინის ხალხი. რაღაცა უნდა მოძებნო. 59 კბილი რო გაქვს.
დაიბრალე რაღაცა. შენ რა დაიბრალე? ესეთი კარგი ფანტაზია. არ მოეწონა. რაღაცა პრინციპს არჩევს. რაღაც ფილტრიც აქვს. რაღაცებს გვიწუნე. ეს ყველაფერს კი არ დაიბრალე. მესამე თვალი არა გაქვს? აი ეს რო არის. რაღაცა კუჭი, მესამე კუჭი. გაზეთში რო რაღაც ფოტოებში იმას ხედავ. ხო, ესე რომ უნდა გავწიო და რო ხედავ, ხო? კი, მაგებს კარგად ხედავ სხვადასხვაშორის. ძალიან კარგი მხედველობა მაქვს შორს. ძალიან შორს. ძალიან კარგი რას ქვია აი. ძალიან კარგი. ისე რომ ჩვენ ყველა რო დავდგეთ, ვერავინ ვერ წაიკითხავთ შორს და მე წავიკითხავ. კაი. აი შორს. ხო ხედავ აგესია. ბოლოს საწაიკითხე შორს რა. და ვერ წაიკითხა ირაკლი. სადმე რომ მივდივარ საჭესთან სუმევზივარ. ხო, იმიტომ რომ არ გაქვს კარგი მხედველობა. და რაში გამოგადგა? მითხარი, ეგ. ნახე, ეს კი ვერ გამოგადგება. ძალიან შორს რო ხედავ, გეფანტება, მე ყურადღება და ახლოში აღარ უყურებ. და შეიძლება ავარი. კარებაც კარგად ვწოდნია შენ ახლოში რომ უნდა უყურებდე როგორ. იქვე უყურებ. კი. ახალი ნასავლი რო თქვით ესე რომ მე ხო არ მე არა ვარ კარგი მძღოლი. პირდაპირ გეტყვი. ზარმაცი. მაგალითად უკან სულა როგორ მოვიფიქრე იცი უსაფრთხოდ? ნელა უნდა იარო. და ხმიდან უკვე ასწრებ რეაგირებას ისე რომ ძალიან არ დაზიანდე. და საერთოდ არ მიჭირდება უკან ყურება. ეს ნელა. ძალიან ნელა. არ გჭირდება კი არა. ყველი ასწრებს დაყრინებას სანამ დაეცემა. დაყრინებას და გინება. უკანთან არ გჭირდებაზე კი არ არის. თავიდან ისე მიხვდა რომ ვერ მიტრიალდე. ხო, ეს არ არა, შეუძლია. ნუ სარკეები ხომ აქვს და კამერა მაქვს, მაგრამ აბა რაღაც გინდა მიტრიალება და ეს. ხო და ჩავთვალე რომ ეგეც ზედმეტია. ნელა უნდა იარო უკვე. მძღოლი ხო ვარგისია. გზავრიც არ არის. პირველ წყარო გვიყვება. ეს რო კაცებს ხომ ეს კამს, მე ვიღაცა რომ მიჯდება, მე ვნა რომ გოდორი გეკ. საგადაიტანე. ბოცაზე დიდი არ ვარ ბიჭო მე რასა. დიდი ბოცა სეუნების და თუ არ გეწყის. ხო არ ძალიან დიდი ბოცები. არა, მოდი ხა ისიც აღნიშნოთ რომ შენ პატარა მანქანა გყავს. არა, წინ სივრცე არის. სივრცე არის თუ გაწევს კამს. ხო. ეს არის მოწოდებით არის ცეხავიტი რა. ანუ ფუნქციონერი აი ძველი ტერმინი რა. მოწოდებით ეგ არის რა. უკან ჯდომა უყვარს. უკან ჯდომა უყვარს. მანქანა მე უკან დავჯდები, ყოველთვის მაგას იზა. ეს ღვედის იმიტომ რომ ღვედი ხო და. არა, მეც მასევა რა. ცეხავიკობასთან არაშოშო ღვედი. ღვედის არა, ეგ მანქანაში იქ რო შევიაროთ, აქ რო ეს გამოვიაროთ, ეს ხო და ეგ არის, მეტი კი არაფერი აბა სადმე რომ მიდიხარ არსად არ შეიული რა ვიცი, რატო იცხოვრე, ის რატო იცხოვრე. რა უინტერესო ცხოვრება აქ. დასავლეთში მიდიხარ ზვიადიში არ გააჩერე, რატო? ის დღე მალხას. სახელები მეშლებს. სახელები კი არა, უკვე ყველა ამერიკაში. სახელები. ზვიადი რატო შორიდან ხო არ გაწაკეთ. ხო ძალიან кайფია. მართლა კარგად გიქნება. მართლა ძალიან кайფია. ზო ახსოვს. ვა, არა რა კარგად მიდიოდი და როგორ გაგიცდა მეხი. ეხლა ვერ წავიკითხე? მავიწყდება სახელები, ეს ჩვეულებრივი ამბავი. არა, ჩვეულებრივი, მაგრამ ხანდახან თქვენი სახელებიც მავიწყდეთ. ეს კაცო კი. დათო კამის სახელი როგორ გაიხსენე? ირაკლი ხო? კომბინაციაში თუ არ მუშაობს ხედველობა და დამახსოვრება რა აზრი აქვს. აი დაინახე, მაგრამ თუ ის სეიმი გამორთული ხარ. არ იმ მომენტშიც ანუ ბინოკლივით მუშაობ. ადამიანი ბინოკლი. არაფერი მეტი ჩამოიღო მორჩა, არ არის რა. კარგი. აუ რანიჭია ბინოკლის ნიჭია. ხო ეგ არის. ეგ რამე ის თუ იქნება კიდე შეკრება აუცილებლად მიდი ბინოკლის დასწავთ. სანამ ნიუსებზე გადავალთ, დათომ წესიერად რო თქვა. ჩაის ყველაფერი კარგი იქნება. კი რაღაცები იბალა მუდე, მაგრამ ეს არის ლოიდის ჩაი.
ლოიდის ჩაის უშვებს. ხალხაზის ჩაი უნდა ეთქვა. მე რატომ ავალებ? ყველაზე ცუდი მეხსიერება მან. რაღაცა რო დაგუალდეს, მე არაფერს არ აკეთებ და მაგითო. პოლონეთიდან არის ლოინის ჩაი და იყიდება ნიკორას მაღაზიათა ქსელში. არის უამრავი სხვადასხვა ნაირსახეობის ეს ბიო გინდა, მწვანე ჩაი გინდა, შემდეგზე ბიო უნდა ბუში, მე დავლიები. თხის კენკრა. გადავიდეთ ახალ ამბებზე. დაწყე. კროკოს სპორტული ახალი ამბით დავიწყოთ. დიდი ამბებია, მოკლედ მე მგონი მივიდა კულმინაციაზე, იმიტომ რომ ეს ჭორები ძალიან დიდი ხანია დადის, მაგრამ ეხლა მე მგონი მეც უკვე ფეხბურთის ტრანსფერების ალღო გამიჩნდა. და PSG აპირებს რომ შეიძინოს კვარა, შესაბამისად ნაპოლიმ გაყიდოს, ვაჭრობა მიდისო, ესეთი ჭორები იყო, 80-90 მილიონი მოითხოვა ნაპოლიმ 65-დან დაიწყო ვაჭრობა PSG-მ და სადღაც 75-70-ზე პლუს ბონუსები. ამაზე შეთანხმდებიანო. ხო. დღეს არის შაბათი, როცა ამას ვიცერთ და ხვალ წესით შეიძლება გარკვეული იყოს ეს ამბავი. ეგ კი არა, მე ჩავყევი ისე დღეში ჩავარდი. მე ჩავყევი და ლივერპულის ფეხბურთელის ყიდვა უნდა ნაპოლის ამის მაგივრად. მანჩესტერის. ბოდიში. გარნაჩოსი. ხო, 50 მილიონად. ანუ მოგებაშია რა. ეს ნუ ვიჩქარებთ დღეს და მბაპეს იმდენი ხანი ყიდიდნენ ეგენი თუ გახსოვთ 5 წელი. ეგ გაყიდვაზე ყავთ მაგაც. ყიდვაზე მაგრები არის. ხო, გაყიდვაზე ყავთ ზანტი, თორე ყიდვაზე უცბად ყიდვა. და ბოლოს უფასოდ წავიდა. PSG ის არის, რა ქვია, საფრანგეთის ჩემპიონია? PSG არის საფრანგეთის ჩემპიონატში ყველაზე ტიტულოვანი და ისეთი ძლიერი ბოლო წლებში სულ ხდება რა. ხო, ეგ კითხვა. ბაიერნივით არის? ჩემპიონატს უიგებს, ჩემპიონთა ლიგაზე სულ არის. თასსაც ხშირად იგებს და მოკლედ ეგ აღორძინდა მას შემდეგ, რაც ყატარელებმა იყიდეს. ყატარელებს, მოდი ესე ვთქვათ, მე გამოძიებამ როგორც დაადგილ არ იყიდეს, შეტენეს სარკოზიმ და პლატინი. სოფლიო ჩემპიონატის ჩატარების სანაცვლოდ. კი ბატონო. იმის მერე PSG და მონაკო რუსებს იმ დღეს მისცეს რუსებსაც ჩატარების უკვე. იქ გამოჩნდა ბევრი ფული. მე მონაკოში მონაკოსა და ჯორჯი უნდა გადასულიყო. ხო. ნახე როგორ გავერკვიე იყო. რაღაცა ცოტა შემაქეთ რომ არა, კარგი ხარ, ჯერ გისმენ, კარგად მიდიხარ. კარგი ხარ, მანჩესტერი და ლივერპული გერეო ერთმანეთში, მაგრამ მე ვერაფერს ორი დღე ზვიადი და ძალიან დაბალ დონეზე გერევა. დედა და მამა და მაგის მერი არის უკვე ზვიადი და მაგუნჩი არყოლია ფეხბურთელი. PSG-ში პარიზში არყოლი. საფრანგეთში ყოლი. საფრანგეთში ყავს კიდევ. ხა ჟორჟი და ზურიკოვი და რა კაი გოლი გაიტანა. ნახე ეგ ჯარიმიდან სტანდარტული სიტუაცია. ნახე როგორი გაკურებული იყო. შენ მოგეწონება შორიდან გაიტანა სულ. ეს მოშორს კარგად. მე გადამირჩიე შორიდან გადამირჩიე. მაგარს ვაწვევი თუ აი ძალიან მაგრა ხედავს რა. სასწაულად. ხო და თან მაგათი დიდი სტადიონია. არა, ეგეც სათამაშო. ვინ? პარის სენ-ჟერმენი. პარლეპრენსი. დიდი სტადიონი აქვს რა. დიდი სტადიონი აქვს რა, ნაპოლისაც ძალიან დიდი სტადიონი ქონდა მეტი რა გინდა. იმას უფრო დიდი აქვს ეთქობა. არა, რა მგონი. ნაპოლისაც დიდი სტადიონი ქონდა. უფრო პატარაა ვიდრე ნეაპოლის, მაგრამ იმ სტად დე ფრანს ხო აშენეს დიდი. იქ მე მგონი ნაკრები თამაშობს და ეგენია. ამათ არ უშვები. აი, მოკლედ წარმატებები ხუჩას. გავერკვევით ნელ-ნელა, ჯერ გადავიდეს. წასასვლელები ვართ ესე იგი პარიზში. უეჭველი. უეჭველი და ან გასვლაზე. პარის სენ-ჟერმენი ლიონზე რა ორს ნახავ ერთად. ან პარის სენ-ჟერმენი სენტეტია. და ერთ-ერთი ნახდეთ გაგიხარდება, ორი როცა თამაშობს, ერთი იგებს, ან ორივე გაგიხარდება. შორიდან თუ გაიტანა ვინმე გოლი ხო? შენზე ბედნიერი. ვინც არ უნდა არა, ან მაღლაც რო იჯდა, ხა შენ პრობლემაა. შენ კაი ადგილი არც გინდა. შენ წინ არც გინდა. ხო, შენ შეგიძლია ვერც სახლში რო ვიკირაო ბინა. შენ ძალიან ეკონომიურად შეგიძლია გამოძურე ყველგან. ტელევიზორში ამერიკის შეერთებულ შტატებში მეორე ახალი ამბავი არის 25 მილიონი დოლარამდე გაზარდეს ჯილდო ინფორმაციაზე, ვინც ეტყვის სად არის მადუ
მადურო, ნიკოლას ანუ ვენესუელას მე ვიცი სადაც არის. მიდი მე ვინც დაეხმარება რომ რა უცნაური ფრაზაა, მადურო გაძვირდა. ნიკოლას მადურო რომელიც არის თვით გააძვირეს. რომელიც არის თვით გამოცხადებული პრეზიდენტი, რა სტატუსით უნდა მოვიცემ. გამოცხადებული არ არის არჩევნებში იძახის მოვიგეო და დანარჩენები იძახიან ამას. ხო და რა მადუროს მხრიდან პრეზიდენტია, მაგრამ მოწინააღმდეგები რაც ეძახიან. არაღიარებები სხვა სთულიან პრეზიდენტად ამას ეძახიან. ხო და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამაც უკვე წინასწარ აღიარა, არ ვიცი იმ კაცის სახელი და გვარი, რომელიც აღიარეს. შენ ხო იცოდი ვენესუელას ამბები? ხო, რატო ჩამორჩი? რა ხდება? ეხლა რა ეტაპი? რა იცი ჩამორჩი თუ არა. და რატო არ გვაბარებ ამ გარიშს? ეს ახლა 25 მილიონი რო გახდა. ჯაფარასგან უნდა ვიგებდე. და შენ იცი კოორდინატები? არა, მაგაში გაიტანეს. არა, მაგრამ ეს ხო შორს კარგად ხედავს. მითხარი. კოლუმბიაში რო ჩავწვათ, შეიძლება იქიდან დაინახო. გადარეკავს, ჯიგო, რაღაცა, ისა იქნებ გაიგოს. კი. რა გაინტერესებს გითხე და გეკითხება. მადურო ვისაც აღიარებენ პრეზიდენტად ამერიკელები. ვინმე გონსალესი რომელიც გაიქცა. გაიქცა? ედმუნდო სად არის გაქცევა? ანუ არ იცის. საზღვარგარეთ. რა იცი, ჯაფარამ გავიგე საზღვარგარეთ. გონსალეს კოროლინა. როცა გაქცეულია, ვიცი რომ საზღვარგარეთ გაიქცა. გონსალესი ხა გავრცელებული სოფელში მამიდასთან არ გაიქცა. ხო რომელ ქვეყანაში სად გაიქცა? ქვეყანასთან კონფლიქტი ხო არის? პარტიზანებთან. ესე არ გაქცეულა რა მოდმე მისამაზე დადის მთელს ნელა დადის. ელაპარაკება რომ მე ვარ და არა ის. ანუ გაიქცა ხო არის რომ გაიქცა ეს დადის. ქვეყნიდან გაიქცა. ჭირო დარბის ქვეყნა ქვეყანა. სპორტული სიარულით მარტო ეგ გაინტერესებდათ. კარგი, ხა ერთი წამი გაწო, მე დაგისვამ შეგეჭე. მაგრამ გული შეტკივათ მე 25 მილიონი გახდა ეხლა ადრე რა ღირდა. ან როგორ მატულობს ფასები რომ რა დროს იყიდოს. იქნება ეს ხო არ ჯობია რომ მოვითმინოთ და მე იქნება ეს კურსის გამოაწეული ფასი. ეს კიდე გაძვირდება მე ბიტკოინივით არის. და დაველოდოთ და გაძვირდება კიდე. და რა ღირდა ადრე? არიცი ხო? არისო ჯილდო. არისო? ანუ ეგრე 25 მილიონიდან დაიწყო? ხო. 25-მდე იყო რაღაცა ჯილდო. რაღაცა იქ. ალბათ ის კამპეტებია რაღაც ფულად არის. აი შემდეგ 20 ლიტრა ბენზინი. ან ფოტო დიკაპრიოსთან. ნუ გაუფასურეთ ეს ვენესუელას ამბები. შემდეგ ახლა ამბებზე გადავიდეთ, გამოგვიგზავნა გიორგი ქურდაძემ ერთი წამი ეს სახედავი მახსოვს. და ინდოელმა კაცმა კრანხი კუმარ ანიკერამ გინესის რეკორდები წიგნში შევიდა და 57 ჩართული ვენტილატორი გააჩერა ენით. ბიჭანი ერთ წუთში, კაი, სამ წუთში თუნდაც რა მნიშვნელობა აქვს. ან მთელი მუღამი ის არის, რომ რამე დებილობას თუ მოიფიქრებ. მე გააჩერა ის ისევ ტრიალს. არა, გაჩერდა და მე რო გამოდიოდ ის დატრიალდება ისევ. აქ თავარი რომ ენა მიადო. 55 ის ვენტილატორს ვენტილატორი დაზასა. კი, და მე გამოვიდა მადლობაო ესე იძახ. და ისინი დორმლებს იქნებდნენ. 55 ვენტილატორი. ყველა უყურებთ, არაფერი განსხვავებული არ მოხდება. ყველა ვენტილატორთან შეჩერდება და ენით. აი ხო შეიძლება რომ ერთი ვენტილატორი განსაკუთრებულად შეუყვარდა. ვერ მოეშვა. სწორე კიდე მოასწრებდა. აქ ხო იყო თუ მეორე წრეზე წავიდა. არა ბიჭო, ბევრია ესე რიგებად არის. ერთი წუთი აქ რა, არა, ორი რიგია. ორი მაგიდაა და აქეთ იქეთ. ლაწალოწ. რა დებილობა, ანუ დებილობა რომ მოიფიქრო რომ ყურით. კატებს დავეჯახები. ხო, და ბევრი კატები დააყენო და ყურით. ყურით ეჯახო. ხო, გინესის რეკორდებში ახლა ერთ წუთში, იმიტომ რომ აქამდე ყურით არავინ კატას არ დაჯახებია. ყოველ შემთხვევაში რეკორდზე არავის არ გამოუთქვამს პრეტენზია და შენ იქნები რომ იქნები 47 კატას დაეჯახ. მე ვიღაცა იყოს რა უნდა ბიჭო 47 და მე 58-ს დაეჯახე. ვიღაცა მოვა ძალიან მაგარი და ის 80 და აუ ამას რა მოხსნის.
კი ბიჭო, კრეტინოვა არის. რამე არის ამ იმაზე, სულ ეკითხვა მაქვს. გინეს რეკორდებში შეხვედით ფურცელი რომ მოგწეს, მაგის გარდა რამე არის? არაფერი. არ თანხას არ გაძლევენ? არა, ამაში თანხა როგორ უნდა მიცე? შეიძლება გავცხო ხა. რამდენი ფული დაიხარჯა ამაში წარმოიდგინე, ახლა მხოლოდ შეუვა ხალხი. ბიჭო, ჯერ მარტო დენის ფული დათვალე. 55 ვენტილატორი. კაი, ხნო გააბუქე. რაღაც არის ხა ეს საპატიო მოქალაქე გახდება. ინდოეთში რაღაცა ხო ინდოეთის ხო თავის სოფლის ის იქნება რა. ნუ აი ხა ეს ჰაჰა ვიღაცა ვენტილატორების ფირმის სახე გახდეს. ამას რო გამ ბიჭო, მაყურებელს რატო უხარია, მაგას ვერ ხვდები. მე მგონია რომ ის არის რა, ეხლა ეს გავრცელდა ეს ვიდეო, თორე იმხელა შოუა რომ ალბათ ყოველ აი ხა 1 წუთი ხო ეს იყო. ხო. მე შემოა აი ეს კატებით რო ყურით. მე შემოა ვიღაცა ნიანგი დააბატიმრა. კი. შემოა კიდევ წაბლი უყვარს. ეს ვარ შეუყო ყურში თითი. ეს კაცი აშკარად ვენტილატორებზე მუშაობს. შემდეგი რითი გააჩერებს ვენტილატორს? მე ხა უფრო ეს მაწუხე. ხო. ეს რეკორდი თუ დაუყოს. არ მაგარი წინახდება. რითი შემოიჭრება? აი ეს მიცეს. აჰა. აუ და გაუხარდა. დაიხანი წვალობდა თურმე. აუ რატო? ვერაფრით ვერ აცდა 50 ვენტილატორს და ეგეთი გიკიდია თუ უკან და 3 კვირაზე იმოგდი. ბიჭო ხო არა ენა არ შემიყვი არსად. როგორ არ შენ გადმოგდებული გაქვს 15 წელი. გადმოგდებული. ლაილუი. საფრთხეს კი არ 50 ვენტილატორი რა არის 120,000 კაცი ხავს და გაშტერებული და გიხურებს შენ ერთ წუთში გააკეთა და შენ მოუნდი 8 წელი და იმას დასწინე გამოგვიგზავნა გიორგი ოდიში რაჭკაპორტო ვინ არის კრანთხი გუმარ შემდეგი ახალი ამბავი გამოგვიგზავნა გიორგი ზაკაშვილმა წარწერა ბანკომატზე არ მუშაობს ნუ ანუ ეს ძველი ამის თაობა ტელევიზორს უნდა მიარტყა და გაკეთდა ბიჭო გამიკეთებია მეც იმიტომ რომ ეს ისეთ ნატურებდა ხო ეგეთ ნატურებზე იყო რა კონტაქტის ამბავი არა და ხო აქ ხვაწერი არ მუშაობს ნუ ურტყავთ ქვემოთ წერი არ გაჩერდი ციცაღდოგობაში მოვდი გრამატიკის მცოდნე კაცის დაწერილი რაღაცა მიაწერენ ნუ ურტყავთ ეხლა ის ინდუსი რომ შემოვარდეს და გააჩეროს 50 ბანკომატი ენის შეყოფით ბარათის შესაყოფში ხო მაგარი რეკორდი გააჩეროს ბანკომატი რა აი ენას რო შეყოფთ იქ ჩაიხვევს და პატარა ნაწილს მოწყვიტავს და მაგას ის კი არა რომ ფული გამოიტანოს ენით მაგას გინესი არ შვება სისხლიან რეკორდებს ეს ახლა არე პარტნიორი შენ რა მე რეკორდზე წახვალ რამე სიზავ შორს ვიყურები ძმაო მეტი რა უკინა ნახეთ რამდენ მეტრზე აქ რამხელა ბუზი დანახული ადამიანს და იმაზე მეტიდან გავიქაჩები რომ ხო მაგარი იქნება რამდენი წერი დაინახა დათო არა წარწერა უნდა დადო შორს და რაღაცა 14-იანი შრიფტით და რამსი შორიდან დაინახა მაგარი რეკორდია მე დაიჭობ შენ სიმკაცი აი მაგრადი ხარია რომ შორს არ უნდა დაიჭობ იმან დაიჭობა მე მივხვდი რომ არ ეკუთვნოდა მამამისი უფრო მეც აჩერებდა რაღაცა სამ შემდეგი ახალი ამბავი არა მოქმედდა ნიუ-იორკში საცობების გადასახადი რამდენი ხანია ვიცახი სასოფში ადამიანებს დააჯარიმე სხვადასხვა დროს სხვადასხვა ტარიფებია სხვადასხვანაირ მანქანებზე რა სატვირთო ესა ანუ საცობში თუ მოყვები იხდი დროებია საცობების დროს იხდი გადასახადს აი მაგალითად საქართველოს მაგალითზე აი ჩვენ ყაზბეგის გამზირზე ყაზბეგის გამზირზე 6 საათისთვის ხო ყოველთვის საცობია ხო თუ მაგ დროს გამოივლი მან იხდი რასაც მე ვიძახდი ჩვენი მთავრობა არ მისმენს და ნიუ-იორკის მთავრობა დაადეკა მოგმარა არა შეიძლება ეგენი გისმენი გამომწერებს ხო არა ყავს ნიუ-იორკ სიტი სიტი მაიორი ტრაფიკ დეპარტმენტ რაღაცა ვა და რამდენია
ნუ სხვა ტარიფებია რა, არის 2 და 25 დან 9 დოლარამდე. თუ როგორ? აი იმ პერიოდში რა, ამ პერიოდში თქვა ხო არის ძალიან საცობი როცა არის, მაშინ ყველაზე მეტია, როცა ნაკლებია ნაკლები. ხო და ეხლა ნახე რა მაინტერესებს. თქვა აქ ყაზბეგზე ღამე უფასოთიული, ღამე ხო წასულ ხარ აეროპორტში, არავინ რო არ არის ასად. აი მაგ დროს უფასო. ხო, მოკლედ ამ შენ გადასახადს და ჯარი ტრამპი იძახის რომ გავაუქმებო, მე რო გავხდები, ანუ ეტყობა რო შევა ძალაში. ერთი კვირა იმუშავებს? არა, მუშაობდა და აღარ იქნება. თუ ეხლა თუ შემოიღეს. ხო, მუშაობდა ერთი კვირა. ნეტა რა პრიორიტეტებში როგორ დააყენა? ჯერ გრენლანდიას იბრუნებს თუ ჯერ ამ გადასახადს აუქმებს. ნიჭო ეგ რა მაგარი მოიგონა. გრენლანდია რო უნდა. ხო და სხვა შორის არ არის მოგონილი რა, გრენლანდიის ისტორიამთან. კანადა მგონია რომ მოგონილია რა, ანუ დააბრეხვა და გრენლანდიის დიდი ისტორია, ბევრჯერ იყო შანსი მაგის ყიდვის. როცა გაცლებით უფრო იაფად აძლევს. იაფად იყო მახსოვს. იყო კაცო. ბიტკოინებით იყო ეგ გრაფიკებში. თავის დროზე რო გრენლანდია გეყიდა. აი ჩვენ შეგვეცლო. ყველა შეეცლო. აგვიღო. აგეყო და დაგეგდო. ხო, პულზე გახო. რა, მეორე მხარე ხა. დანიას ახევს და მე არა მახევდა. გადარჩენილი ვარ რო არა ვიღე. არა, რაღაც მიყიриდი შენიაფად და გადაგიხდიდა ხა იმის გადახდა. რაღაც მაგ ყიდულობს კი არ ახევს, ვიყიდიო იძახი. ვიყიდიო, მაგრამ ძალის მიერ იმასაც არ გამოურიცხავდა ეგ რა. არ მიყიდე და შენ ეხა თუ არ მომეცი გცემ. შენზე ბევრად ძლიერია. არა, დათო არა. არ გამოურიცხავ ძალის მიერ მეთოდებს გრენლანდიის და დასაბუნებად არ გამოურიცხავ. ეს რას ნიშნავს? ვაჭრობისთვის რას ნიშნავს? კაცი რო გეუბნება რომ ყვითელ პრესას კითხულობ შორიდან. ამ მანქანის ყიდვა მინდა, მაგრამ შენ დაძუყნას არ გამოურიცხავ თუ ფასი არ შენ შორს ხედავ, ახლოს ვერ ხედავ და ვერ დეტალები წერია. გრენლანდია შორს არის, აქ მე უნდა მენდოს. მოკლედ ეს იყო დღეისაც ახალი ამბები. კარგი ბიჭი ხარ. რა კარგი ბიჭი, ტყუილე რატო აქებ? რა ამბები იყო ეხლა ეს? რაღაცა სისულელე. ბიჭო, კარგი ახი არა იყურე? შემდეგ ჩაწერაზე სხვანაირად გეტყვი. შეიძლება რომ ამბები არ ყოფილიყო. რა ხარ ესეთ კარგ ხასიათზე დადექი? მოდი შემდეგზე შენ მოიტანე და ვიცინოთ. არა, გეკარგი, ეხა ძალიან მიეწყო დასვენები. ის მიხვდა რაც მოხდება. იმას გააკეთებინებს. რაც ყიანია. ჯანელ, მიდი რა შენ რა იცი ხოლმე ისე, მაინც ხო კითხულობ და მოძებნე რაღაცები. მარი და შორს მხედვე. მოძებნე და ჩამიყარე. მაგარი დუეტია ეს. მოძებნე და ჩამიყარე და წაგაკითხებ გადაცემაში. არა, მაგარი დუეტია. იგო, ჭკვიანი და შორს მხედვე. ეს არის რაღაცა იგავარაკია. ჭკვიანი და შორს მხედველი მიდიოდნენ მანქანით. დაძმობილდნენ. აი, მოდი გადავიდეთ ჩვენი გადაცემის ტრადიციულ ნაწილზე, ეს არის სტუმრის ბლოკი. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ჭოლა ლევან წუღაძე. კანტავე მე რაში? ჯაჭვში. გავალს და ეს არის. ბედნიერება იქეთა. ეხლა გავდექი მე კარგად. ეს კარგი და შეიძლება რამე გამოსან შენა. იძე რამ დაგაყენა. იძე რომ უბერავს და ჟენიასაკის კაცი. ჩეიჩოჩე მეულები. ჩეიჩოჩე მანდამაინც უნდა დაკეტო ისა. გზა და ავტობუსი. თელი ავტობუსი შედი დეკის. მომდანდი ბატო, არ დაუშვებო, როგორ არა, არ გადიმე ოთხეთან. ჩავიჩოჩე კიდე ქვემ, ჩაიჩოჩე გამეხარდა. ქვევით იგივე მომიწია, სადაც იყო დაკეტვა, მე ვიყავ სლაინერზე თქვენი ხარ. მე მაგინა ყველა ავტობუსი. მე რომ კეთილ სახეს რომ ხედავს მძღოლი იქ მოდის. სუსტი გოლი. ამას ისეთი დოლები აქვს. ეს გამატარებს. შეშინებული თვალები. როგორ ახლა? მარტო წავე, მაგრამ მიშახსა. კაპიცული მარტო. ჩვენც კაპიცულები ვიყავით. ნიესამები. კაპიცუ ხიდის თავშევკრათ პირობა. ჩვენ გახდეთ ბიზნეს მანი. ეგა. ჭოლა შენ ხარ ერთ-ერთი ყველაზე ისე ცნობილი და საარაკო ჩვენი სტუმარი. მოთხოვნადი და სტუმრებს რო ითხოვენ,
რაღაცა პეტიციაში. და ისტორიებში არის მისი რა ქვია, ყვითელი ჩემოდანის ისტორია. ყույთ ფაშისტების ისტორია, ხო, გერმანელი ბრძოლა ჩხუბის თუ რაც ერქვა. ძალიან ის არის. პასუხისმგებლობა. ისა გოგო დავიძა უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარში ვაჭრობის მე იმაში მაროკოში ხო თუ სადღაც. ანუ ყველა იმიდან გადაცემიდან ერთი მაინც აი ტოპ ამბავი არის დარჩენილი და ჩვენ გავალთ და შენ ამაშენ გავალთ მოწევთ აი ამბავი რომ როგორ არის ოჯახი? ოჯახი არა უშავს ზაღლებს გულისხმობ. ზაღლები მოუყვეთ რატომ მარტო ზაღლები? ზაღლები მე ცოტა მე ვიკითხავ გადაცემა რომ დამთავრდა. მომეჭრა თავი ელიკოს ვაჭმე ვახამ ზაღლებს რა ხდა მიყურებენ. რამდენი არიან ამ ეტაპზე? 3 არის პატარები და 1 არის მიორკები და 1 არის დიდი შვეიცარიული რაღაცა. დიდი. ზენენ ხო, ზენენ. მართლა? ჩვენ რომ მე ჭოლა მანანა მოკლედ ერთად ვიდექით ჯაჭვში რა და რაღაც ჯაჭვში ხო დიდი ხანი ვიდექით რა და რაღაც პერიოდის მერე რაღაც მომენტში წავიდა ის ვა აი ჩემი ძაღლი როგორი მაგარი ხო იქით გაფიქი რა უნდა აკეთო დიდი ხანი იდექი ვიყვირეთ რაღაცა და მერე წავიდა ისე და ძალიან ლამაზი ძაღლი ჩემი კი ხოდერული ზენენ ხო იქოს ეს გაჩაგრულია უკვე ის პატარებმა ისინი ხდებიან ბანდა ეს სამლე არის დაჯგუფება და ეს საწყალი ეს კეთილშობილია კაცო წყალს ისინი სვამენ პატარები ელოდება მიყურებს მაგრამ ეხლა შეიცვალა ამბავი იმიტომ რომ პატარა ერთ-ერთს დავმარცხე რაღაცა მოკლედ კუჭის წყლულის აეგრძალა ამეგრძალა მე მათ კვება აჰა სახლის საქმეებს საჭმევდი რაღაცა დასასვენებდი და აი ნახე კივი ჩაუთქვი შენი პირველი კივი ბავშვი არა ეგრეა ხო ჩემ და ეხა ერთადერთი საშუალება რომ ეგენი არ აჭამო შენ გადაგიყონეს სახლის საჭმელი. მე გავხდი მე ერთადერთი ხა დაროს ვაძლევ დიდია და ეს ამისთვის ხო შეიძლება ბარკლებს ვესწრე ის ჭამს ჯერჯერობით ხო არა ის ისეთი ძაღლია გავს იმითი ის ძაღლია კაცო და ხასიათით გავს ლაბრადორს ხო კი გადასარევი დიდია და საყვარელია ძალიან საყვარელი ეს ის არის ხო ძალიან მაგარი ყნობს ვარ არა არაფერი სპანიჯერა გარდა იმისა რომ კეთილია და იფსამს ჩემთან ახვაზე და მართლა კი გაგიდა მეტი სხვა ადამიანს ჩემი ძაღლიც უკვე შემდეგი ჩვენ როგორც ადამიანები საერთოდ გვაქვს ჩვენ დაგახოზე ძაღლები იფსამს არსენები გავართულა ზოგად დათოს ქონა ერთი პერიოდი მიმართულება რომ ყველას მე მგონი მაშინ წინაზე რო იყავი მაშინ რა ძაღლი ეყიდა ეხლა იფიქრა და კატაზე გადავიდა არა კატაზე გადავიდა თვითონ უნდა რომ კატა მე თვითონ მინდა რომ კატა ხო თვითონ ვერ გახდება კვადრობის სახა ზაღლი მინდა მაგრამ ეგენი არ მინდა ეგეთი ზაღლები რომელი დიდი თუ პატარა ამას როგორები პატარა რომელი დიდი არც კეთილი ზაღლი არ მინდა ცოტა ისეთი მინდა რომ ეზოს მიხედოს მაგ არ არის ადვილი მაშინ და გაწაიყვანო 2 კილომეტრი დღეში უნდა არბენიო შიგადაში მაიტამაშინ შეიძლება უხილო აბეჯო რაღაცა გაზარდო იაკო მოგებაში გამორიცხული ვერ გაწვის არმაცი ხარ დათო რანაირად გაწვის შენი თავისთვის გეზარება ადგომა და მაგას ქვია რომ გააფუჭა ზაღლიო მერგეს 1000 გამოვლელი არმაცებ რატო ვაფუჭებ კაის შამს კაის რა ეთყობა ხამას გაფუჭებული აი ეს გეტყვია არა მაგას 4 კილომეტრი თუ არ არბენიე სროლა რატო არ ასწავლე რაღაცა ერთი მეორე სტიპენდია რატო არ ცუდი სიტყვები რაღაცა ხო ცუდი სიტყვები და ის ეგეთი ზაღლია ის დიდი ის კეთილი ამიტომ არ წყებს არც უვლის არაფერი ზის ცუო ბალანი არ ბედი და ლამაზია კეთილო არც ქროლა ალენდელოს გავს სიბერეში გამოხდა გოგოა მაგრამ აი ზოგრუ მაცილებს ესეთი ალენდელოსი სიფტირისტი გამოხდა რა ხო ესეთი აი სიფცეში ასე გიყურე. რამ ხჭება არ არის. შორს კარგად ხედავ. რამ ხება? არ არის. რამ ხება? არ არის. 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 არ არის
რამდენი არა, ჯერ კარგი ბაღანია ჯერ. ხო, ჯერ პატარა მაგითო, ხო, ბოლოს ეგ ისე რამხელა, რამდენი კილო? არა, დიდი, ჩემ ძალზე დიდი. მე 4-ვე ფეხზე ხდება. სიხარულისგან და არის კოორდინაცია. ამი ჰაერში ერთთან ბავშვი ეცემა მე თუ ადრე გადახტა ეფეთხება თუ გვიან ახტა ესე კი შენ ვარდები მე შენ დაგეჯახა ვართ ამ ბედნიერებაში ჩაო ბატონო ძალიან კარგი ამ პატარებიდან რატო გადაწყვიტეთ ძაღლზე გადასვლა? მაჩუკეს მე საერთოდ თავიდანვე წინააღმდეგი იყო ძაღლი სიყვები მომწონდა შორის ესოდან ხომა ძაღლიდან იმ ძაღლთან არ არის ძალიან დიდი მაჩუკეს ეს რომ მაჩუკეს ელიკო პირველი მე არის манипуляტორი შენოგიში ძინავს გიყურებს რატომ ჩააფსი თავარია რომ შენ თეატრში არ დგამს სპექტაკლი თამაშობს ერთი იმ სამიდან თამაშობს ხო, მართლა სპექტაკლი. კი და მე ჯერ პატარა ფაცია დავაკავეთ და იმდენად ინერვიულდა რომ რაღაცა პისები გააკეთა სცენა და დუბლი შევიყვარდა მეორე ვიღაც გმირს მოყავს თუ ხო მანანას მოყავს სხვას რა ვანდობდი მაგრამ იმან მოკლედ ერთი ამბავია და უფასოც ხო ეგ დაეხმარეთია თია დაგეხმარება მოვიდა და ასეთი კარგი კეთილშობილი ძაღლებია იმ დიდს რაღაცა როლი არ რაღაცა კონანდოილი რა დაუდგათ დიდი უფრო კინო. დიდ კინოზეა ის შეჭირა კინო და ნახატებში რო არის ეს ხედავთ ხათაშორის ხო არის ეგეთ ცხოველები რო ყავთ ისა კინოს გმირებად კი და ეგ არა ეპოქალური ფილმი ჩვენი ახალგაზრდობის და ბავშვობის ერთი იყო ეგ და ლესი იყო მეორე ლესი ხო იმ ყველა ლესი ძაღლი ხო არა დინჯიში ხო და არა დინჯიში არის შოტლანდიური კოლი არის. ხო ლესი ძაღლი ხავს ხო ეგრე დაერქვა იმ ფილმიდან ხო და შაურათეთები კი მაგაზე ნატინებიც მაქვს. კი მე გახმოვანებული მართლა? პატარაობაში დავყავდი მამიდაჩებს გახმოვანებაზე გახმოვანებული ძაღლი არა ბავშვი ყავს გახმოვანებული და გახმოვანებული ასე მე ზედმიწევნით ვიცი ეგ საგაური ფილმი იყო. რუსული არა რუსული და ფიოდორ ივანიჩი თუ რაღაც ეგეთი ერქვა იმ კაცს რუსული მოსფიო დეიწო არ მინდა არ ვამაყოფამით რუსულზე გამახსენდა თქვენი მსახიობი რამდენია ამ წუთში დაჭერილი რაღაცა ჩვენ თავი მოგვეჭრა არ დაიჭირეს არავინ არ არის ნუ ანდრო ხო ჩემი სტუდენტია ყოფილი და თავისთავად და ანდრო ძალიან ახლობელია ჩემი შვილიშვილის ვაკაცია მისი შვილი ასე რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია კი ხუმრობ მაგრამ ნუ ძალიან გენერალური ხო ძალიან ხო მსახიობები ძალიან მეორე ნავაგაცი კიდე დაიჭირეს რაღაცა დღეს რამოდენიმე შევხვდი რა სირცხილეა მეოთხე იმით ჩაჯეკი ცოტა ხნ გაგვასწრო ყველა არა სხვათა შორის მსახიობები ამ პროტესტში ძალიან წინ არიან ძალიან არანტიგე ლიდერი რეალურად წინ მიდი იქ ჩაჭრა არასდროს არ ყოფილა თეატრი ყველაზე ისეთი ნაკლებად ყველაზე ლოიალური ის იყო ნუ ბოლო 30 წლის განმავლობაში ყოველ შემთხვევაში ახლა არიან ძალიან მამაკოფამით რომ კი ბარიკადები პირველები დგანან და უკვე ამბობენ სტუდენტები და მსახიობები დღეს სანამ იქ შეიძლება სტუდენტები და მსახიობები სტუდენტები ინტელიგენცია კი სტუდენტები მსახიობები ეს ძალიან მაგარი მართლა სამაკო ამბავია თუ პირველად ხდება ალბათ დამოუკიდებელი თეატრების და რაც დაიძრა მსახიობი იყო ადრე კუთვნილება თეატრის ხო გაანაწილებდნენ სადმე იქ უნდა კვლევითი ინსტიტუტები ხო იქ უნდა ებრძოლა რაღაცა ბატონყმობის ფორმა იყო იყო იმიტომ რომ იქ რო ხარ იქ მე კრება გინდა იმიტომ რომ კრება რაღაც გამოთქვა როლი არა გაქვს სამაგიეროდ კრებაზე ხარ ხო საკანონო გადიქოს დღეს კრება მაგრამ ბუნებრივია ენერგია ხო გინდა ხო და ეხლა მაინც ის არის რა ეხლა მოძრაობს პირიქით
ბევრს არ უნდა შტატში. ოდიში დაგვავიწყდა ყველას. დღეს არის ქართული თეატრის დღე. კი ბატონო. მიულოცოთ. დღეს ხო? ძაღლებზე რო ელაპარაკეთ თეატრის დღეს, მოიყვანეთ. არა, გადავალ. სახიობია ის თეატრის მტვერია. მაგას მიულოთ. იმას რო უყრიან პედეგრი მტვერი. აუ პედიგრიო. სად არის ჩარჩენილი? არ არის პედეგრი. ადიდას ტორში. შეგეჩი. და ის აღარ არის? არა, კატასმია. კატასმია. ბატა ვისკასვით. აი, ვისკასი არის. ოერტეში ხარ ჩარჩენილი. არის ვისკასი. არის? პედეგრი ვისკასი გენივი. და იუბილეინი რაღაცა. რო მომდით. მართალი, აი სულ ხდება ხოლმე מחარა რა. ხო. ჩვენი მეგობარი, სტუმარი, კარგი ადამიანი და რამდენი შემხვდა ანცემეს. ამ დაიჭი. იმიტომ იყო იმ დღეს რო ეუბნებოდი გადიმომშორია. წინ რამდენიმე დღეს შემოვიდა. მე გეხოცები, გადი, აღარ მინდა ხედავ, სუდად ჩემი ნახვა დავსდელი. ცხენს და. ეს თეატრის დღე რამდენი ხანი არსებობს? ეს საბჭოთა ამბავია თავის დროზე მოფიქრებული უფრო ძველი ახალი წელი რო არ ყოფ რელიგიური გადაეფარა და მე შეგეტენა თეატრს. ლამაზად გითხრათ. არა, იმ ყველას ქართული თეატრის დღე. ქართული ყველას სოფლიო არის 27 მარტს. ხო, აი იმიტომ სხვა დღეს არის რა. მოძრავებიც არის კი ტრანსპორტელების დღე მამაჩემი რო აღნიშნავდა კოლეგებთან მოძრავი იყო. მოძრავი ტრანსპორტი ზოგადად თვითონ სიტყვა გეუბნება. მაგრამ თეატრს ხო ვერ წაიღებდა. რაღაცა იყო ამ თვის ბოლო 4 შაბათი თუ რაღაცა. ხო, თბილისობასავით იყო ტრანსპორტელების დღე. ყველაფრის დღე იყო. იყო. ეროვნული ასენიზატორის დღე. იმ დღეს ორგანიზაცია არ მუშაობდა. ქართველი ჰოკეისტების ნათელი დღესასწაული. მილიონი ალბათ რაღაცა იყო, მაგრამ ყველას უნდა აღნიშნა მარტო შენ ხვალ ხარ. მეც მინდა ბატონო და ამიტომ ყველაზე ხშირად იყო თევზის დღე. ხუთშაბათი დაწყებული დღე იყო. საშინელი დღე იყო. რას ნიშნავს თევზის დღე? არაფერი არ თევზი იყო. და მე სასადილოების თევზს და არა, მე მახსოვს. ხუთშაბათი იყო თევზის დღე. თევზის დღე. რას გრუზაჩნი ეგრე. აჰა. ნუ არაფერი არ იყო ამისა და იჯდა ის არა ქვია. თუ ვინმე შემევიდოდა და რამე იტყოდა თევზი მომეცით. დამანახე ვინა ამალი. ან გააქვთ კამბალა რაღაცა გითხრა და ხუთშაბათი იყო მაგათი დასვენების დღე. თევზის დღე. კიდე რა დღეები იყო ეგეთი? უცნაური. ყველაფრის დღე. ყველაფრის დღე, ხო. ყველაფრის დღე იყო. რა სპეციალობით? მე მახსოვს იყო პიონერის დღე. სადღაც 17 მაისი იყო რაღაცა და უფასოდ გიშობდნენ კინოთეატრში პიონერს. ნუ კოსმონავტის დღე 12 აპრილი. ეს 12 არ იყო. ძალიან კარგი. მე ხარ გაგარინიდან რაღაცა მოხდა. 22 აპრილი იყო ისა. შაბათობა. მოусვლიეთ მაშობოდა რა ქვია. ნუ არ ქონდა ცოტა ესეთ პერიოდი ქონდა. ალკოგოლთან ძალიან დაახლოვდა რაღაც პერიოდს განმავლობაში. სუბკაცრას განმე. არ ქონდა მარტო იყო და არ ქონდა მიზეზი და იყო კოსმონავტის დღე. და ამიტომ შევიდა თავის აგრიმეროში და დაიწყო აღნიშნა. და სხვა ახალგაზრდა მსახიობი მოდის გარეთ და ხედავს იქიდან ესმის ქვითინის ხმა. და ბერდო რა მოგივიდა ტირის უკვე მოწდა. როგორ დატოვეს ბიჭო გაუშვეს მარტო ბავშვი პატარა ბიჭი ამ დამპლებმა გააგდეს იქ სადღაც სიკვდილში როგორ შეიძლება ვინო აი ბავშვი და იქ ფოტოები უკიდია კედელზე ყველაფერი მეც ვკიდია სხვა შორის ნუ ვერ თავის არაჩვეულებრივი სამყარო აქ აი ბიჭი ვინო აი ეგ ვინო ეგ რასტრაპოვიჩია იდიოტო იურაზე გეუნები გაგარინზე ვა, კარგია. ერთი კოსმონავტი მართლაც მოხდა ეგრე. საბჭოთა კავშირი და იშალა კოსმოსში იყო რა.
ხო და იმ უწყებას ვისაც ებარა ის აღარ არსებობდა და იღვიძა დარჩა იქა. დარჩა და პრივატიზაცია გააკეთა კოსმოსში. აქ ირავებს ეხლა ამერიკა. ელოდებოდა სანამ რუსეთში რაღაცა გადაიბარებდა და ამის ჩამოყვანის საქმეს. და იყო ყოველ ღერეკა გოდიში რა დღეს თბილების არ იყოს რა. ამთავრობამ რომ მოდირო მეორე მაგარ ჩაუსვა. ხო აი ეგრე დარჩა კოსმოსში. ეხაც არის ორი კოსმონავტი ეგრე. არა ის ამერიკელები ჩამოიყვანეს რომის ჩამოვიდა? ჩამოვიდნენ ისე რას გამოყვნენ? ბიჭო იმას ის შეიძლება ვერ ჩამოყავდა ამას ჩამომყვანით არავის არ ევალებოდა რომ ჩამოეყვანა და რა ვიცი ბიჭო გაიქრო ის ფილმი ტომ ჰენქსი რო ტერმინალი ხო ტერმინალი აუ ხო ქვეყანა რო უქმდება დიდი ფილმია ეს დამოუკიდებელი თეატრები რამეს ემორჩილებით? თუ კონსტიტუციის ზემოდან ახლა შიდა განაწეს მორჩილებით იმას რა ქვია საფინანსო კატეგორიას გადახდა მორჩილებით ჩაულებრივი ის არის ანუ საფინანსო კალენდარი არ ვაქცევდი ყურადღებას და ეხლა გაგვიჭირდა რამდენია ეს დეგები რა სადა რაში ხო მაშინ არის მე რომ კითხო უნდა გადაიხადოს ყველა რა და ეგ პირველი რა მოგადაიხადოს ყველა დეგეგეო კარგი იქნებოდა რომ ყველამ გადაიხადოს ჩვენ გარდა არა მე ვიძახი რომ იმეცად ჩვეულებრივმა იმეებმაც რა ქვია სახელმწიფო იმეცად უნდა იგრძნობდნენ რომ ამდენი ერთმევა იმიტომ რომ ეს არის გზნობს მარჯანიშვილში ვიყავდი ვერა უზნობდი ეგ რას გამოიწვევს რამშველობა ეს ერთი ემატება იქა იქ ზანასა მიდის ყველა რომ გადაიხადოს თეატრის გარდა ცოტა ხანში გამოიწვევს იმას რომ ყველაფერი გადაკეთდება თეატრში ელექტრომექანიკური თეატრი ვაგონშენკეთებელი თეატრი იყო ეს რო იკითხავ ეს თეატრი პერიოდი იყო მოუხსნეს გადასახადს სახელობის თეატრს ხო და ორ თეატრს არ ვიტყვი რომელს და ეკლესია დარჩა მე მგონი მოხსნილი აქ თუ არ ვცდები ეკლესია რაც და ორ თეატრს ორ წელიწადში იყო დასაჭერი ყველა იმიტომ რომ უცებ გაგმოჩნდა რომ თეატრები შემოაქვს უნიტაზები ლუდი შემოქონდა ერთია ვინო მეორეს ვოდკა მეორე გაიყვეს ეს მინდაურის ბარკლები შემოქონდა კათმის მეორე და ასფალტს აგებდა რეგიონებში ინფრასტრუქტურა განსაკუთრებით ну ბუნებრივია ბიზნესი ეძებს დაბალ იმას და მაგარია ჭაობის ამუშავებაზე ტენდერში თეატრი იმარჯვე ბუნებრივია თეატრი დათანხმდებოდა ეხლაც რო იყოს მეც დავთანხმდებოდა ვიხდენ მე თბილისის დინამოც მაგდრეში იყო ფეხბურთის რაღაც ხო და შეღავათები ქონდა და ამათ ნახეს რომ ქვეყნის ეკონომიკა უჭირავს ორ თეატრს და საფეხბურთო თბილისის დინამოს არსებობს თითქმის ყველა ქვეყანაში თავისუფალი. თითქმის ყველაში არა, მაგრამ ფეხბურთელების ის არის მოგონილი. თეატრი თავისუფალია დეგეგესგან. უпростоრად არსებობს საქველმოქმედო კანონი, რომელიც ბიზნესია თავისუფალი თუ გადაიხდის, იმას აღარ გადაიხდის იქა. და ეგ რომ ჩვენთან შემოვიდეს, გადასარევი იქნებოდა, მაგრამ დინამოს ფეხბურთელების ძველების მოგონებები არსებობს ვეტერანებს. ეს კანონი რომ მიიღეს ცოტა ხანი, რომ დინამო შეღავათები იქნება საგადასახადო, ფეხბურთელები ვერ მიხვდნენ რა არის სახ შეღავათიო ჩვენო რა ბიზნესია და ბუღალტერმა მოგითხრა გაჩუმდით არ იცით. მე კიდე რა პერიოდს მოვესწარ, იცი, მთელი იმპორტი ქვეყანაში, იმპორტი შემოგონდა ზოღიშვილებს. რა მაგას ხამის პერანგი მარტო ეგენი და დიოსები ეს ანეკდოტა მე მგონი ტყუილია მაგრამ არის რომ ხამის პერანგების სანდიდო და აქ გასაგდო როგორც საღამოს კაბები ხო ჩაიცვა ხალხმა მიღებებზე და იმან საელჩოებში და ჩაიცი ვა საერთოდ ჩვენ ზღვა ეგეთები საღამოს დაიბნენ გოლე ვეჩერინკა ეგონა მიხდენა შესაძლოა ანუ ჩვენ ქვეყანაში თეატრი არის ჩვეულებრივი ბიზნესი რა. არ არის. ნუ რა ჩვეულებრივი ბიზნესია ყველა გადასახადს იხდის. ყველა თეატრი თუ იქნება ეგეთი ბიზნესი, ზოგი ეგეთი ზოგი ისეთია. სახელმწიფო და ფინანსები რომელიც არის, ის არის არა. იხდის როგორ არის? ხო, იქნება ბიზნესი არ არის სახელმწიფო. ანუ ის სახელმწიფო ფინანსებს უბრალოდ. რა თქვენ ახლა პირდაპირ თქვენ იმაზე ხართ და ხო და ეს ესენი ბიზნესი არის.
ერთ დღესაც რო გადაწყვიტა რომ თქვა ერთი სიტყვა იარაღით ვაჭრობა მოგებიან ბიზნესი უბრალოდ ბიზნესი. უბრალოდ ბიზნესი უბრალოდ ადამიანი ძალიან კარგი თეატრია, სხვათა შორის მე ჩვენ ვიყავით, ნახეთ, მოგვეწონეთ. მადლობა ჩვენ. კარგად გაკეთებული. კარგად მოგიწონებთ. შენობა წელს იმას ზაფხულში იმას ჩვენ. ხო, შენობა მოეწონათ და ბუფეტი. მაგალ მოკლა კაცი ყველა სპექტაკლიდან გამო რა სივრცეა. უოთხუთხედია. სცენა სივრცეა, სივრცე. სპექტაკლზე კაცს არ უთქი არავის არაფერი. გავწვდით წელს ვასება. არა სივრცეში ესანიშნა. ხო, სპექტაკლზე ჩვენც არ ყოფილვართ. არა, აგიდო დაკა ჩემ ტაიმს. უბრალოდ ძალიან ძვირად ხერით მილეთებს. ეგეც მაგარი იყო. დავაკელით. მართლა რა? კაც მარიღიდა. ძირს უფრო ყიდულობ. ნაწილი ნუ დავაკელით, იმიტომ რომ ძირთადად გვწერდნენ რომ მე ჩემთვის არ მინდა. ახალგაზრდებმა რა ქნან და ნუ კაი, დავაკელით რაღაც ნაწილი 30%. მაგრამ კაცი მე თქვით რომ ვისაც ძალიან უნდა ახალგაზრდები სპექტაკლამდე მოდით და ნახევარ-ფასში მოგწენ. ნუ მოვიდა 5 კაცი ერთი თვის განმავლობაში. როგორ დაქნათ, იცი ყურებისთვის რომ 5 ლარი მიცეთ კაირს. არა, სხვა შორის მე ვიცი რომ დაასწრების პრობლემა არ ქონიათ და არა, ნორმალურად. არა ხო, ფილმაში რომ გავიძახო ხო. მარტო თქვენ კი არა, ყველა თეატრმა ხო დაიწყო ხა იმების დადება Facebook-ზე დებენ ამ სპექტაკლზე, დარბაზის მხარეს უსავსეა. კი, არ ვიცის მერე რაღაცა ხალხი შემო. მოენატრა ხალხს ისე. ვერ გავიგე, აი ყველაფერი COVID-ს ბრალდება. ვენერიულიდან დაწყებული. თეატრი დაწყებული. ყველაფერი. ვერ დავაკავშირე. დასაწყისში მე ვთქვი, ნუ ალბათ გავიდა ახლა 2 წელი, 2-3 წელი. რა გახდა რა ვერ მაგრამ როგორ ჩანს ეთქობა რაღაცა სხვა შეიცვალა. ვერ ვივიწყებთ ვერა COVID-ს ვერ. არა, რაღაცა კარგისკენ შეიცვალა სხვა რამე. შეიტყუა თეატრმა. ანუ ისეთი რამე დახვდა იქ, რომ კიდე სეზონები აქვს თეატრი გამოიცვალა. ანუ აი რომელიღაც სეზონზე უფრო მეტი ხალხი დადით, რომელიღაცაზე ეგრე არის თუ არა? კი, როგორ არა. ნუ აი შემოდგომა ყველაზე ესეთია. თებერვალი გლახა, ახალ წელს დაწვრება ადამიანი და ხარჯავს ფულს. აღარ უნდა. და ასე შეესეთი რა. როგორ ან ჯეულებრივად მოქმედებს ეგეც ხო? ეს ანუ თქვენი სეზონზე, აი სეზონზე მანქანას ვიყიდით, თქვენი სეზონი არის შემოდგომა. არა. წლის ბოლომდე ვერაფერს ვერ გეტყვით. მაგალ მიიცადეთ ვერ გეტყვით მაგალას. მაგრამ ნუ შედარებით ხო? შედარებით. განათებას დავამატებთ რა, ენი არის. ჩვენიერი. მანქანის დატება ხო არ გისწავლიათ? არა. რა დრო რაღაცა მინდა. ახლა რა დრო ის კაი დროსია. არა, ხო არის ხანდახან არა, აი დადოს ესეთი მეთოდია, რომ მე მგონი ადამიანები ძალიან ნელა რომ მიდიხარ და თუ ძალიან მომეწონა, მაგრამ ძალიან ნელაც გავჭრილდავ. აი დაფიქრდები რა. მე ყვირის, ერთი წუთი რო ყვირის და ყვირის რა გინდა გადადით საით. ბაწევ ხარ გულზე გასწავლა. მე მე მაგას გარდა ხო უნდა ვისწავლო ეს კანონები. ბილეთები რაღაცა შეუხი მარჯვნივ მაყუჩი კონუსი აღარ არსებობს რაღაცა ესა და ახლა კონუსი ქართულად რა კონუსი არის ცეპლენი ქართულად არა არა კონუსს ეძახდნენ გადაბმულობის ეს რაღაცა ქვია ხო და აი მაგით თავდახტარებას გადაბმულობა მოიღეს ეგ პედალი საერთოდ რომ ძალიან კაი არ უყურადღებო ადამიანი სამე რო წახვიდე ისეთ ქვეყანაში სადაც გადაიხდი და მოგცემენ არ უნდა თორე აიღებს ახლა იყო საშუალება შენს მანდედან არ მოდიხარ ახლა ქვეყანაში იყო 10 წრეულები ესეთი მიდი რომ შეგეძლოდი იყო მანანასთან ნაჩხუბარი ვიყავი ნუ რაღაცა 1-2 დღე მაგრამ მაინც იმ დღეს მოუტანეს და
რამდენი გინდა თუ ერთიო უთხრა. ბრავო. გამაზე არ გელაპარაკე. ესე რომ მეთქვა რომ კარგი ჯანდაბად ნუ ვიჩხუბებთ რაღაცა მეკნებოდა პრავარი. ამ სისულელია შეკერულა მარაკე. ესე მოიტანეს ნასიპა მგონდათ. დაურეკა მეგობარი ყავდა და კაი დრო იყო კაცო. ეს ეგრე მომიტანეს ანუ არაჩვეულებრივი დრო იყო. რო აუყარო აიღო მას. უფულოდ მეგობრობაში, ადამიანობაში ჭოლას ცოლიაო და გამოგზა და ჭოლას არაო. ჭოლამ თქვა ხომრე ხმარა. ნუ მომტე ნაჩხუბარი. მოყვა გაუგებრო. ორი ის დღე დაემთხა მან და მას. როცა კითხეს, რამდენი პრავა გინდა. ლევანს არ უნდა არაო. გაგზიანებულმა და აღარ მომტა. საღამოს შეურიგდი. შეიძლება რამდენი უბედურების აღარ გამოდიო. ხომა შეიძლება რამდენი უბედურებისგან გადაგარჩინათ. მე კი რა თქმა მე რამდენი ხო როგორ რამდენი გაიხსნა მანანამ საქართველოს კი ბატონო დაზიანებას მე მართლაც თქვენ მობილურიც არ გქონდათ. არა ქონდა ოღონდ შკაფის თავზე დიდი მაგ პლანშეტი. ამხელა ის ხო პლანშეტი მაგ რომელიც მაგრამ მე დარეკვა არ მიყვარს თორე განვისამე განალაპარაკი არ არა მაგ მართლა იქ ისა ნუ 3 კა 4 კაცი მიწერია ბანანა თეატრის გოგოები ჩემი ვისაც პრავა ახი კიდე ორი ვიღაცა ვიცი თქმა ჩამაწერია თვალზე ამ რაღაცა ჩაიწერე ჩემი ნომერი ტარიელა ტაქსი დავრეკ ერთხელ შემეშალა თურმე თელავშია ჩამოვალო რა იყო არა მე უბრალოდ მოგიკითხე რა მოდენ მეგეც ტარიელა დადიოდა ჩოლა მოგიკითხე მე რო იწერ ვიღაცას ხომ ვერ არას არ ხო არ რა გვარი ხარ შენ დამავიწყდა ხო არ მიხეილი თამპიო გეუბნება ჩაიწერე რომელი მიხეილი რა ვიცი ვინ მესხი ვინ ახარ რა ვიცი რომელი მიხეილი მაგიტომ მე ვიწერ ხოლმე დიდი იმით სიტყვაზე რაღაცა მიხეილი ტაქსი დიდი განმარტება თელავში და რომელი შეხვდა თელავში მე ვიჭრებინა სარკილი რო აღდა და კი მე უკვე ვიჭრები და მე რაღაცას იმას ვაწერ ხოლმე და მე იმის კითხვა მეზარება და ნუ ესე ისინი აქ ფეისბუქში ნუგზარი არ აიყო. არა ეგეთი არა მეც არა უბრალოდ მე ვიღუპები თუ მოკლედ მიწერე ნუგზარი ხელოსანი თუ მიწერია ვიღუპები რა ხელოსანი არის ისი როდი ჩავიწერე რამდენი ხელოსანი კარგი ხელოსანი და ურე ხო ძვირია რა თიმადაზე რო დარეკა ალო ნუგზარი ხარ ნუგზარი ვერ დავშო მან ეჭედები რა რა გაგიწუჭე ვიცი ხელოსანი ხარ ხო ვერ კითხო კი რა შობა ისენი უნდა ხო რა შები როგორ ახარ ისე ვიქახარ ისე ვიქახარ ხო მან და იმაშობით ისევ ხო თუ წამოწდა მათრო კაცო ეს ელექტროდები გააფუჭეს და სვარ კარა და მე ხო გააჭრე რაღაცას მე ის რა მაგიჟებს ადამიანი მე კი მე გიждები იმაზე თამაში რაღაცა ხამე იქ უყურებ ტრამპი პუტინი ვაგინებთან თან აქ თამაშობ თან ზაღლებს ვეუნები და შეხედე რას გავზამე ისე ძალიან პოლიტიკურად ანგაჟირებული ანგაჟირებული შენ ზაღლები დემოკრატებისგან იყო თუ რესპუბლიკელები დემოკრატების პატარების და დიდიც იცი რა საქართველოში არევას ხუმრობ კობახიძეზე ხებს ისა 1 ლიონია არა ამდენ დაინახავს იწყებს ხეფას უბრალოდ ხებს ეს ნუ ალბათ ჩემგან რაღაცა აღიზიანება ოპოზიციიდან არავის არ უყევს წინასწარ რო ვიცოდეთ საფრთხე სადა პოზიცია თუ არ კაი შევდავხებთ მარტო კობახიძეზე ხებს კობახიძეზე ხებს ასეთი ჯერაც დაფიქსირდა ნუ თავისი ის აქვს პრიორიტეტები აქვს მე დემოკრატია მაქვს არ ვაძალე არანაირ ბულინგი რო თავის შეიძლება გასწოს მოყვარს და იმიტომ ხებს ხო არის ეგეც რომ აი უყარხარ ზაღლი და სუ მასმეინეთ ამას იძახის რა უცება გაჩერდით კაცები რაღაცა კაი სამბობს. შეიძლება ეკამათებ ხო შეიძლება ნუ იტყვი ხა მაგ გას მეუბნები არ თქვა მაგნეო აჰა, ხო ამბობს მართლა. შენ კიდე ამბობდი დანარჩენებს გადახედო დანარჩენებს
რა ვიცი ეს ლეონია ის არის პატარაა ხო? ეს ლეონია დავარქვით იმიტომ რომ ბრეჟნევის წარბები ქონდა და კი მახსოვს ეგ მოყოლილი ეგ პატარა იყო თქვენთან დაიბადა ჩვენთან დაიბადა და მე ვეღარ გააშენე. წაეყოლა მამას უნდა წაეყოლა და გამოვისყიდეს მე მამლუქივით მედლები არა აქვს ლეონია თუ მოუხდება მე ძალიან ხوار სვამს ცოტა არა ის არის მაგას აეკრძალა დავა იმას ქენთ ამპულა ჩაუდგი ამიტომ გეი ხო თავისებური ამპულა ხო ნუ ესეთი ესთეტია ესეთი კალებს აღარ აქვს თავარი ისა პოლიტიკა და სიგარეტი საღამობით პოკე ელიკოს უყარს კონიაკი ამიტომ გაუსხდა ეს კუჭირე მარტო კონიაკზე სონსანდა ვოდკა არა ვაი ხო ხედავთ რა ცხოვრებით ვაცხოვრებდი აი ეს ხوار დაატრიალებდა რა ნუ გას ჩავყობდი გასინჯე ელიკო გაგიმარჯოს ვოდკა არ მოეწონა და რომელი კონიაკი უყვარს? ჰენესი გემოვნება კარგი არა ხო ვიცის დაემართა გასტრიტი ჰენესი თუ უყვარს ახლა ჭაჭა არა всё დამთავრდა ახლა ყველაფერს თავისი ასაკია კი მე საუხსენი ელიკო ხო რაც იცხოვრე მორჩა ეხა მოსაწებზე გადაივა რაღაცით გახალის ელიკო ლეონიას დედაა თუ და ეს ნათესაობა რატო აინტერესებს აი მაინტერესებს აი საიდან არის ეგ იკითხე ერთი აჩუქეს ვიცი არა ხო მაგრამ საიდან არის ხო ზედა ბახვიდან დათო დაიმახსოვრე რეძაბლის სახელები კი აბა ლეონია და ფაცია არის მესამე ფაცია და იმ დიდს დიდ დარეჯანი გოგოა დიდი სახელი დარო კი იმიტომ ძალიან ის იყო დარეჯანი იყო აი დათო და აბა რესტორნის სახელი გაიხსენე რომელი რესტორნის წერანო ზვიადი რო მალხაზი მე მყავდა სხვა შორის ნუ მასე ერთ-ერთი ძალიან გვიყვარდა ერთ-ერთი ძალედენია იყო და იქ იყო შესანიშნავი კაცი და ვერ ვიხსოვდი მალხაზე ერქვა თამაზე ერქვა მურთაზე ერქვა თუ რამაზი ზიზა მასოდა თასი ხესი ვითომ ეს გამოვიდა მუშაობდა მაგრაც ახლაც არის ის მგონია აუნა მეთქვეს აუნა მომეთქვე ამას ამოგიჩენით მე უძილობიან ჩანხარ იმიტომ რომ სახელი რო არ გახსოვს ამიტომ ჩემო შესანიშნავ ადამიანი არაჩვეულებრივ აღმატებულო ჩემო პიროვნება საქართველოს იმედო და საზღვება როგორ ახლა ჩემო თამაზი არ გახსოვს როგორ ახლა დაოცარო ჩემო ადამიანო ჩემო დაუვიწყარო ბავშვობის მეგობარო ჩემაზე უტკბესო მაზე უტკბესო და დაზე უსაყვარლო სხვა მიმართულებით წასულა მე რა მიმართულებით ჯიგარო როგორ ახლა ჯიგო და მე წაღი ჯიგოს დელი Cobertura monga. Digo, ai, digo. არ ყვა. არ პრობლემა. პირველი თუ გამოგივიდა. არ პირველი უკვე ჯიგარო. ესეცა. ჯიგო. ჯიგო. ისიც არის კიდე ჩემო ქრისტეს მერო ძმაო ხო არის ერთი ისეთი კაცი ეუბნებოდა მეორე სადანახე არც რო არაფერი ქრისტესი და ძმობის არცეთ კრიზისის დროს ქრისტესავით არ მოიქცევა და გაეროში ყველა კი არ აწერია ყველა სახელმწიფოები ძი რავი გაეროში ყველა კი არ აწერია მაგრამ იქ თუ შორს კარგად ვერ იყურებდი ვერ დაი მაგრამ შორს თუ კარგად იყურები პრობლემა არ აქვს მე პირით შორს ვერ იყურებოდი მთელი ახალგაზრდობა ზანებს სათვალეს გავი მაგრამ ნუ სამაგეროთ მიყვარდა ყველა ვერ ხედავდი პრიშიკებს ვერ ხედავდი იმას რაღაცებს ყველა ქალი ლამაზი იყო ჰერპესი რა არაფერი პრობლემა სამყარო იყო გაცილებდი უფრო ლამაზი გავიკეთე მე ესა და როგორ ცხოვრობ რასაზე გამიჭირდა თურმე იმას დიდი წვილი აქვს მე რას გავს თუ კლიპებს არის ხეხავს კვებია
მეც ლამაზი ვიყავი სარკეში და ყველაზე კარგი ეგარი. ეხლა აღარ ვიყურებ. სარკის სიმბოლი. შარია მაითა. ჩვენი სპონსორისგან საჩუქარი თქვენ. და ეს რა მითხარ? ნიკორა ხორც პროდუქტები, აი ეს ყველაფერი თქვენია. მართლა უნდა წავიღოთ თუ გადაიღებ და მე და ეს მართლა გადავიღებთ და მერე წაიღებთ. ეს ცოტა ხანი აქეთ გადავდებ რომ ხელი არ შეგიშავოს არ გეგონა არავინ არაფერს არ ამოაკლებს ხო და იტვანე. და ჩვენი სპონსორია Zoom-ერი მეორე რომელიც აგრეთვე თქვენ გჯუქნით ჯერ არ ვიცით რას, მაგრამ ეხლა გავიგებ. ძალიან კარგია რაღაცა. აბა, ვა, ბიჭობო, ბოქსერიას. ბოქსი არის ელექტრონული წიგნია. უი, მართლა რა კარგი ნამია. იფიქრე რომ თუ არ დავასარი, წაიღებ. უი, ეს ეგ ნამდვილია ეს. რა კარგი. ბიჭო, რა მაგარი მართლა წიგნი. კარგი ნამია. დაიცადე? დიდხანს ყოფნის ელემენტი როგორც ვიცი. ხო, ეს ელექტრონული ქაღალდზია. ხო და თვალებს არ გლის. თვალებს არ გლის. უი, ძალიან დიდი მადლობა. და ადვილად იწერება შეგნით წიგნები და ყურყუტები. ხო, ეს Android-ზია მე მგონი და ამიტომ ბევრი პროგრამა შეგიძლიათ დააყენო და ბიჭო, ერთი წამით ცუდად არის საქმე. წაართვას. მე წავიგებ. ეხლა დღესვე გჭირდება. ეს ხა მარშრუტი რა შეგჭირდება? რა გინდა ახლა ეს? ერთი საკითხავი ხა მე მივხედავ ამას რომ რამე მარცხი არ მოხდეს. ჩაგიდებთ და მოგაწოდებთ. ვა, მართლა კარგი საჩუქარი გამოგვივიდა. ჩვენ და Zoom-ეს. გადაიწი არ გაცანა ბოლო საჩუქარი კბილები მიკაცკა. აი ეს ბოლგრიანი საფუძვლებს ყოფს. წინასე სანდრო ყავდა და ჯარმინის ეს გარმინის საათია. ჩუქეს და ეს მანახე. ეს ძალიან მაგარია, პატარაა, ძალიან დიდ მე ელექტროდიკს კარგად ხმარობ და ძალიან კაი. პირველად ნახე რომ საჭმელზე უფრო სხვა საჩუქარი მოეწია. დათოს. ძალიან დიდი. მოკლედ ძალიან დიდი ეს რო აღარ უშევს მიხვდა. სწორი პოზიცია. აქცევაზე. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. მალე ყველა ჩვენი მეგობარის და თქვენი მეგობრების და კოლეგების გამოშვებას და მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუდიაში. მადლობა რომ დამიძახეთ. წესი რეჟიმში ჩადგომას და გაგრძელებას ჩვენი საქმიანობების. ამით დღევანდელი ჩვენი გადაცემა დასრულებულია. გემშვიდობებით. ნახვამდის ერთი კვირით თან.